გამარჯობა მეგობრებო. როგორ გიგითხოთ? როგორც ხედავთ, მეც არ ამიშავს და მზად ვარ მშვენიერი ქართული ამბები მოგიყვეთ. სხვათა შორის ძალიან კარგი ნახვები გვაქვს YouTube-ზე და Facebook-ზე. ბევრ ვიდეოს აქვს ათასობით ნახვა. Facebook-ზე კი მილიონნახევრიანი ვიდეოც გვაქვს. ასე რომ, მოდით YouTube-ზეც გავაქტიურდეთ და დავამტკიცოთ, რომ არავიზე ნაკლები პლატფორმა არაა. რაფიელ ერისთავის წარუმატებელი ბიზნესი. ეს ამბავი მე-19 საუკუნის მიწურულს მოხდა თბილისში. პოეტმა რაფიელ ერისთავმა და მისმა მეგობარმა სიკო გრძელიშვილმა პუშკინის ქუჩაზე ღვინის სარდაფი გახსნეს. ბიზნესი, როგორც იტყვიან, ამოიქოქა და მეპატრონეებმა გრანდიოზული გეგმების დასახეს. ბიზნესს ისიც უწყობდა ხელს, რომ რაფიელ ერისთავს თავისი ღვინო მოჰქონდა საკუთარი მარნიდან და იმას ყიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მეწილეებმა უფრო დიდი მოგებისთვის გადაწყვიტეს ღვინის სარდაფი ეკურთხებინათ. მღვდელი თბილისში არ უძებნიათ. სიკო გრძელიშვილის ბიძა სწორედაც რომ მღვდელი იყო და კახეთში მოღვაწეობდა. ადგენენ და ეს მღვდელი ჩამოიყვანეს. მღვდელს ჩუმად თურმე ბუას ეძახდნენ. ბუა მღვდელი. ამის მიზეზი მისი სახის ზედმეტად მკაცრი გამომეტყველება ყოფილა. ბუა მღვდელმა აკურთხა ღვინის სარდაფი, რასაც გემრიელი სადილი მოჰყვა. მღვდელს კი თურმე ჭამასმა ძალიან უყვარდა. იმ საღამოს იმდენი დაულევია, რომ დამსწრე საზოგადოება გაოცებას ვერ მალავდა. საქმე ის იყო, რომ მღვდელი კახურ ღვინოს იყო მიჩვეული. ხოლო რაფიელ ერისთავი ქართლიდან იყო და შესაბამისად ქართლის მსუბუქი ღვინო ჰქონდა მომარაგებული. როგორც იხსენებენ კახურ ღვინოს შეჩვეულ კაცს, ქართლური ღვინო ჭყაპად ეჩვენებოდაო. თურმე რაფიელ ერისთავი კასრებიდან ღვინის ჩამოსხმას ვერ ასწრებდა, ისე შთანთქავდნენ მღვდელი და სხვა სტუმრები ღვინოს. კარგი, ერთ ქეიბს და ერთ სტუმრობას ვინ ვერ გაიტანს ბოლო-ბოლო სტუმარ მასპინძლობით ცნობილ დალოცვილ საქართველოში, მაგრამ მღვდელს ისე მოსწონებია ღვინის სარდაფი, უთქვამს, აქაურობას ვერ მოვშორდები. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წამიყვანოთო. მოკლედ ისე მიეჩვია ბუა მღვდელი ერისთავის სარდაფს, რომ ერთ დღეს რომ შევიდოდა შიგნით, მთელ კვირას არ გამოდიოდა. იქვე ჭამდა, სვამდა და ეძინა. რაფიელ ერისთავსაც ნელ-ნელა გამოელია თავისი ღვინო. ყიდვა უწევდა, იქით ვალები, აქეთ უიმედო ნისიები. ყველაზე დიდ დარტყმას კი ჩვენი მუდმივი სტუმარი აყენებდა, რომელიც განუსაზღვრელი რაოდენობით გიახლებოდათ ყველაფერს. თან სრულიად უფასოდ. საბოლოოდ სარდაფი დახურეს. დახურის დღესაც რა უნდა ეკნათ? რაც ჰქონდათ დარჩენილი, სულ დაულევიათ. ბუა კი ბანცალით წამოსულა სხვაგან ღამის გასათევად. რა ეკნა? სარდაფი თვალწინ დაუხურეს. გზად ერთი პატარა ხევი უნდა გადაევლო, სადაც ძალიან ცოტა წყალი მოწანწკარებდა. როგორც ამბობდნენ, ქათამიც კი შეძლებდა მასში გასვლას. მღვდელს კი არ გაუმართლა. წაიქცა და ისე მოხდა, რომ ცხვირი პირდაპირ ამ პატარა გუბეში ჩაყო. თურმე ვერაფრით გადმოტრიალდა გვერდზე და გაიუდა. დახვრეტას გადარჩენილი გოგლა. ეს ამბავი ჩვენ სასახელო პოეტზე გოგლა ლეონიძეზეა. მის დაბადებაზე, მის ძმაზე და მის გადარჩენაზე. დახვრეტას გადარჩენა ვიგულისხმე. თვითონ გოგლა ყვებოდა, რომ დაბადებას პოეზიას უმადლოდა. მასზე ფეხმძიმედ მყოფ დედას მუცლის მოშლა დაუპირებია. დაუპირებია კი არა, კიდეც წასულა ბებია ქალთან. ბედად მამას რაღაცნაირად გაუგია ეს ამბავი და დადევნებია. მიუსწრია ცოლისთვის და უსაყვედურებია. იქნებ პოეტის შვილი გვეზრდება და გინდა დავღუპოთ და ჩვენც დავიღუპოთო. ჩაუკიდებია ხელი და წამოუყვანია. აი ასე გადარჩა გოგლა და დაიბადა. მისი ცხოვრება სულ არ იყო იავარდით მოფენილი. უფროსი ძმა ყავდა ლევანი, რომელიც ევროპაში განათლება მიღებული კაცი იყო, ჩამოვიდა საქართველოში და აქ მოღვაწეობდა. მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო მისი უმცროსი ძმის გოგლასი და ტიციან ტაბიძის საბჭოთა ხელისუფლებასთან დაახლოება და თანამშრომლობა. გოგლა ყვებოდა, რომ ერთხელ ლევანს მისთვის და ტიციანისთვის უთქვამს, განავალს რომ ჭამეთ, შეგერგოთ, მაგრამ იმას მაინც ნუიძახით, რა გემრიელიაო. ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ხასიათის კაცი საბჭოთა რეპრესიებს ვერ გადაურჩა 1927 წელს. რომ დააპატიმრეს შვილს ელოდებოდა, თუმცა შვილი არასოდეს უნახავს. ლევან ლეონიძე დახვრიტეს. გოგლასაც ეგონა, რომ ძმასთან ერთად დახვრეტდნენ, თუმცა სტალინს სყვარებია მისი ლექსები და ბერიასთვის უთქვამს არ დახვრიტოთო. გოგლა კი გადარჩა, მაგრამ რეჟიმის გადამკიდე ვერც კი გლოვობდა ღიად თავის ძმას. თუმცა ერთ ლექსში მაინც მოახერხა მისი ხსენება. ლექსი არ დაიდარდო დედაო. რომელიც თითქოს უცნობ ჯარისკაცია,
სინამდვილეში ძმისთვის მიუძღვნია და ჯარისკაცსაც ლევანი დაარქვა. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი. სანამდე საქართველოში იწურებოდეს მტევანი. ალექსანდრე ყაზბეგი და ფრანგის სტუმრები. ცოტა თითქოს მიგვავიწყდა ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. ეს უნდა გამოვასწოროთ. გავიხსენოთ ალექსანდრე ყაზბეგის ერთი ამბავი, სადაც მან ფრანგი ტურისტები გაოგნებული დატოვა. როგორც ვიცით, ალექსანდრე ყაზბეგი გვარად ჩოფიკაშვილი შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ის თურმე დედის ერთა ყოფილა და მამაც ყველანაირად ათამამებდა. გარდა ფინანსური უზრუნველყოფისა, მშობლები ალექსანდრეს პატარაობიდანვე გაარსახავებდნენ რეპეტიტორებს. ამეცადინებდნენ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნებსა და უცხოენებში. შესაბამისად, ალექსანდრემ ბავშვობაშივე ბრწყინვალედ იცოდა ფრანგულიც და რუსულიც. ეს ამბავი ალექსანდრეს უკვე დიდ ასაკში შეემთხვა. დიდარმა და განებივრებულმა კაცმა ერთ მშვენიერ დღეს დატოვა ოჯახი და მთაში მეცხვარედ წავიდა. უკეთ უნდოდა გაცნობოდა მთის ცხოვრებას და წყემსების ყოფას. ერთხელ ცხვარსომ წყემსავდა 2 ფრანგს გადაეყარა. ფრანგებს მატყლის შეძენა სურდათ და ხელებით, ფეხებით და დამტრეული რუსულით უხსნიდნენ წყემს თავიანთ გასაჭირს. ყაზბეგმა ცოტა ხანს აწვალა უცხოელები. ბოლოს კი დაიწყო მათი საცოდაობით და წმინდა გამართული ფრანგულით უთხრა, რომ გაიგო რაც უნდოდათ. მატყლს რაც შეეხება, აქ მწყემსები ძირითადად ამით ცხოვრობენ. ამიტომ მისი ყიდვა არ გაგიჭირდებათ. ფრანგებმა პირი დაარეს. წარმოიდგინეთ, სადღაც გადაკარგულში, მთაში, ვიღაც პირველივე შემხვედრი მწყემსი ლიტერატურული ფრანგულით უაქცენტოდ ელაპარაკება. სტუმრებს სულ დაავიწყდათ, რა საქმე ჰქონდათ მთაში და ალექსანდრეს ფრანგულის ცოდნით დაინტერესდნენ. გაკვირვებულ ფრანგებს კი ალექსანდრემ, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაუსხა. რა გაგიკვირდეთ? ჩვენში ყველა მწყემსი ლაპარაკობს ფრანგულად, მიუგო ყაზბეგმა. მე სხვა ადგილებში ვიყავი მოჯამაგირებ და ცოტა დავიწყებული მაქვს ენა, თორემ თქვენ სხვები უნდა ნახოთ, შეიძლება ვერც გაარჩიოთ ფრანგებისგან. ეს ამბავი როგორ დამთავრდა არ ვიცი. კიდევ უნდოდათ მატყლის შეძენა სტუმრებს თუ გადაიფიქრეს. ბოთლები ზღვაში. პოეტი ტარიელ ჭანტურია იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში 50-იან წლებში ბათუმში რესტორან ტალღაში გუგუნებდნენ თვითონ და სხვა გამორჩეული ქართველი პოეტები. წარმოიდგინეთ, რა ჟრიამული და მოლხენა ექნებოდათ 30-35 წლის სიცოცხლით სავსე პოეტებს: ტარიელ ჭანტურიას, ჯანსუღ ჩარკვიანს, ოთარ ჭილაძეს და სხვებს. პოეტების მაგიდასთან ერთი უცნაურობა ხდებოდა. მოიტანდა მიმტანი ღვინით სავსე ბოთლებს, დაასხამდნენ, სადღეგრძელოებს ამბობდნენ, ზედ ლექსებსაც დაურთავდნენ, გემრიელად გამოცლიდნენ სასმისებს და როცა ყველაფერს დალებდნენ, მიმტანს თავიდან უკვეთავდნენ სასმელს. მერე ისევ გამოცლიდნენ ბოთლებს, ისევ უკვეთავდნენ და ასე გადიოდა თითქმის მთელი საღამო. რა იყო ამაში უცნაური არა? რა და მიმტანმა საკმაოდ გვიან აღმოაჩინა, რომ როდესაც სავსე ბოთლები მოკეიფებთან მიქონდა, ცარიელი ბოთლები უკან აღარ მოქონდა. ცარიელი ბოთლები მაგიდაზე უბრალოდ არ ელაგა. ერთ-ერთი შეკვეთის შემდეგ, როდესაც მიმტანმა რამდენიმე ბოთლი ღვინო მიუტანა, უკან დაბრუნდა და ჩუმად დაუწყო ყურება. აინტერესებდა, სად ქრებოდა ცარიელი ბოთლები. ნანახმა ძალიან გააკვირვა და გააბრაზა მიმტანი. აღმოჩნდა, რომ ცარიელ ბოთლებს სახელგანთქმული პოეტები ფანჯრიდან პირდაპირ ზღვაში ყრიდნენ. წარმოგიდგენიათ? მიმტანს უფროსისთვის უნდა დაეძახა, თუმცა რა ქნეს ბიჭებმა? მიმტანი მოისყიდეს. ფული აჩუქეს. ისე რაც მართალია, ამის შემდეგ ფანჯრიდან ბოთლები აღარ გადაუყრიათ. რას იფიქრებდნენ მაშინ ჩვენი პოეტები, ანის მიმტანი, რომ 2 მათგანს, ჯანსუღ ჩარკვიანს და ოთარ ჭილაძეს თაწმინდაზე დაკრძალავდნენ. ამ უკანასკნელს კი საერთოდაც ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ. ასეც ხდება. ხანდახან დიდი ადამიანებიც იქცევიან ცუდად ახალგაზრდობაში. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. თუ ასეა, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ამით მე ძალიან გამახარებ და არხსაც ძალიან დაეხმარებით.